თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. მოგესალმებით, გამარჯობათ მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული და საქართველოს ყველა გვარი არის ისტორიული? მე თითოეული გვალის ისტორიის წარმომადგენელი, ესე იგი, იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ჩვენ ტრადიციულად ჩვენს გადაცემებს ჩემთან ერთად უძღვება ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა კაცი ლუკა ჯღარკავა, რომელიც არის ძალიან პერსპექტიული ადამიანია, არა მარტო თავის სპეციალობაში, თვითონ მომავალი ექიმია, არამედ იმ სფეროში, რა სფეროშიც დღეს ვარ, ასე ვთქვათ, მეც არა ვარ ისტორიკოსი, იმითი პროფესიით, მეც აგროინჟინერი ვარ და რამოდენიმე გამოგონების ავტორი ვარ ყველის ეწოლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს ხელს, რომ თავშუათ ისტორიაში და გვარების ისტორიით ვიყო დაინტერესებული. სწორედ ამას ვხედავ ლუკაში და ლუკას მომავალში ალბათ ორივე ახალგაზრდა ადამიანი და ორივე პროფესიას ალბათ მოერევა და დაძლევს. ეს სიყვარული, რომელიც ახლა დღეს აქვს, მე წინა გადაცემაში განახეთ ლუკას გამოცემული წიგნი, რომელიც არაჩვეულებრივი წიგნია, რომელიც აფხაზეთის თავადაზნაურ გვარებს შეეხება. დღესაც ვაგრძელებთ ამ იმას, მაგას ასე ვთქვათ, ციკლს, ჯაჭვს ვაგრძელებთ და დღეს წარმოგიდგეთ, ლუკა წარმოგიდგეთ ზვანბაიების გვარს. ზვანბაიები, როგორც მოგეხსენებათ, აფხაზური გვარია, ზვანბა, მისი, ესე იგი, პირვანდელი საწყისი ალბათ ზვანბა იყო. ია მერე დაემატა ალბათ ეს სამეგრელოში, ესე იგი, ამას ჩემზე კარგად რა თქმა უნდა ლუკა წარმოგიდგენთ თვითონ. მე ერთი რაღაცა მინდა თქვა, რაც ვნახე ზვანბაიებზე არის სულ ორი საბუთი ვნახე, ერთი შეეხება 1856 წელს მოხსენებული აზნაური ზვანბაია მოხსენებული და ვნახე მეორე საბუთი ვნახე, ესე იგი, იმაში პირველი მსოფლიო ომის მონაწილეებში ერთ-ერთ ზვანბაიას მიღებული ჰქონდა მესამე სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული პორუჩიკის ჩინით, ესე იგი, იბრძოდა ეს ადამიანი. ამაზე ყველაზე უფრო კარგად ეხლა და უფრო ჩემზე უფრო დეტალებში გაგაცნობთ ლუკა. ხო, ლუკა, დაიწყო. პირველ რიგში სანამ უშუალოდ გვარის, ასე ვთქვათ, ისტორიაზე გადავალ, შესავალს გავაკეთებას პატარას, ალბათ ყველას წაუკითხავს, თუ არ წაუკითხავს და ფილმი მაინც უნახავს კონსტანტინე გამსახურდიას თვარის მოტაცების და ეს გვარი ზვანბაია ყველასთვის ნაცნობი თუ არა გაგონილი მაინც კი ბატონო, რა თქმა უნდა, რა. და შესაბამისად ძალიან საინტერესო არის ამ გვარის ისტორიის, ასე ვთქვათ, გარკვევა და წარმოჩინება. ზვანბაიები შარვაშიძეთა აზნაურებად ითვლებოდნენ და ზვანბაიათა გვარის გამოთქმის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. ეს არის ზვანბაია, ზვანბა, ზვანბაია, ზვანბა, აჟვანბა და აზვანბა. მეცნიერის და აფხაზეთის ისტორიის მკვლევრის ვალერიან ზუხბაიას მოსაზრებით, აფხაზი ზვანბაიები მეგრელ ჟვანიებს ენათესავებდნენ და ბატონო, ჟვანები წინაპრები მყავდა, მე ჟვანები და მან ერთ-ერთ იმაში როცა გავაკეთებ ჟვანიების ისა, იქ მიწერია, რომ ესე იგი და წმინდა იპატიის გამოდისო ეს გვარი. კი, ამის თქვა მინდა და აფხაზეთთან. დაგასარი მეგონი არა? დიახ. ხო, აფხაზეთში ისტორიკოსმა კვლევარმა დიმიტრი ბაქრაძემ ჩაიწერა ასეთი ლეგენდა, რომ ეს ზვანბაიები წმინდა ეპათიაში თანამომავლები არიანო და სწორედ გაგრაში არსებული ეს ტაძარი, გაგრის ტაძარიც ამ წმინდანის სახელს უკავშირდება. თვითონ ზვანბაიების პირველ სამოსახლო ეს არის გუდაუთის რაიონის სოფელი ზვანდრიფში, რომელსაც სახელწოდება სწორედ ამ გვარის გამო მიუღია. და მაგალითად ცნობილი არის, რომ 1866 წელს ზვანდრიფს განაგებდნენ შახან და
ხალილ ზვანბაიევი. ზვანბაიევი ასევე ცხოვრობდნენ დრანდაში, დრანდის გარკვეული ნაწილი ეკუთვნოდა ზვანბაიათა გვარს და იყვნენ ასევე ბედიაშიც. მაგალითად, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბედიას განაგებდა ზურაბ ზვანბა. და მარღანიებთან ერთად გალის ორ სოფელში, რებსა და შეშელეთში ასევე მამულები ჰქონდათ ზვანბაიებს და უფრო სპეციფიკურად და კონკრეტულად თუ ვიტყვით, შეშელეთის ნაწილი ზუსტად დაქვემდებარებაში იყო ამ გვარისა. ხოლო რეფი უფრო მარღანიების სამოსახლო იყო. ასევე სამეგრელოში ზვანბაიები ცხოვრობდნენ ზუგდიდში და ზვანბაიები კი შამგონაში. 1877 წელს შამგონაში იხსენიება აზნაური მახაზ ჯამლეთისძე ზვანბაია და ასევე მისი თანამედროვე არის ტატაშ ზვანბაია. ხოლო 1904 წელს, როდესაც მოხდა ამ სამეგრელოს სოფლების და თავადაზნაურების აღწერა, აქაც უკვე ამ აღწერის მასალების მიხედვით შამგონაში მცხოვრები ზვანბაიები აზნაურებად სახელდებიან. ზვანბაიათა გვარს უკავშირდება შემდეგი ტოპონიმები. ზვანბიშხა, ეს არის მთა გუდაუთის რაიონში და ასევე ზვანბიშხა იგივე ტოპონიმით ხდება, ესე იგი, ფსოუსხევში, ეს არის სოფელი, დღეს მას დემერჩენცი ეწოდება. სტატისტიკას რომ შევეხოთ, 1996 წლის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა, ესე იგი, 79 ზვანბაია და 57 ზვანბაია. ხოლო 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 24 ზვანბაია და 73 ზვანბაია. ბუნებრივი არის აქ შესული არ არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მონაცემები. პირველი ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტი, სადაც ზვანბაიები იხსენიებიან, არის 1808 წლის გიორგი შარვაშიძის სათხოვარი პუნქტები. ეს დოკუმენტი ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია წინა გადაცემებშიც და შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით გიორგი იგივე საფარვეი შარვაშიძე რუსეთის იმპერიას და კერძოდ კი იმპერატორს თხოვდა, რომ მისი, ასე ვთქვათ, კანონიერად ეცნო მისი, ასე ვთქვათ, მთავრობა. რადგანაც სწორედ ის წარმოადგენდა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, ესე ვთქვათ, შთამომავალს, კანონიერ შთამომავალს. ამას გარდა ასევე ერთ-ერთი უძველესი, ხო და აქ მოხსენიებულნი არიან ზვანბაიები, ესე იგი, აზნაურები ედგი, დედარუყვა, იგივე დედუყვა და შარვან ზვანბაიები. ასევე ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ზვანბაიები იხსენებიან, არის 1827 წლის დოკუმენტი, რომელიც ეხება მაჰმადიან აფხაზ თავადაზნაურთა მიერ რუსეთის მორჩილების აღიარებას და აქ ნახსენები არიან აზნაური დედუყვა, ომერ, სოსლან და ედგი ზვანბაიები. 1855 წელს შედგენილ ერთ-ერთ წერილში, რომელსაც მაშინდელი ომის, ანუ თავდაცვის მინისტრი დოლგორუკოვის წერდა მურავიოვს, ნახსენები არის სოლომონ ბოლხუხიძე ზვანბაია. 1862 წელს სოფელ ბახკითის საეკლესიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სოფელ აცში მკვიდრობდა აზნაური ხასან ზვანბაია, ხოლო 1862 წლის სოხუმის, ასე ვთქვათ, სამრევლოს სიაში მოხსენებული არის 27 წლის აზნაური ანტონ ზვანბაია. 1863 წელსაც სოფელ შეშელეთში მოხსენებული არის აზნაური კაც სოლომონიძე ზვანბაია, რომელიც 1863 წელს 30 წლის ასაკში გარდაცვლილა და მისი შვილი ყოფილა, ესეც არის მითითებული, ევსტათი ზვანბაიაც. ევსტათი 1859 წელს ყოფილა დაბადებული. საინტერესო არის, რომ მუჰაჯირობის დროს ზვანბაიათა ერთი შტო თურქეთში გადასახლებულა და 1912 წლის აღწერებით ართვინის ერთ-ერთ სოფელ მაკრიალში ცხოვრობდნენ აზნაურები მუსტაფ ოსმანიძე, მემიშ ოსმანიძე, ყადირ ოსმანიძე, რამიზ ოსმანიძე, ლუფტი ოსმანიძე და ხემით ოსმანიძე ზვანბაიები. აღსანიშნავია ისიც, რომ ზვანბაიათა გვარიდან მეორე მსოფლიო ომში 7 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება გამოჩენილ ზვანბაიებს. პირველი გამოჩენილი ზვანბაია, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა, ეს არის სოლომონ თემურყვაზძე ზვანბაია, რომელიც 1809 წელს დრანდაში დაიბადა და გარდაიცვალა 1855 წელს. ეს იყო სწავლული პირველი აფხაზი ეთნოგრაფი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი სტატია თუ ესეები აფხაზი ხალხის ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით და იგი იყო ასევე სამხედრო პირი რუსეთის იმპერიის არმიაში. ეს სოლომონ ზვანბაია გახდა აფხაზეთის მთავრის გიორგი იგივე საფარბეი შარვაშიძის ერთ-ერთი შვილის კონსტანტინე იგივე ხურშიდბეი შარვაშიძის აღმზრდელი.
1828-1831 წლებში იგი მსახურობდა პეტერბურგის სათავადაზნაურო პოლკში. შემდეგ იყო მეგრული პოლკის, შავი ზღვის ხაზისა და სხვადასხვა პოლკების მეთაური. შესანიშნავად მეტყველებდა აფხაზურის გარდა რუსულ და ფრანგულ ენებზე, რასაც რუსეთის იმპერია ძალიან კარგად იყენებდა ადგილობრივ აფხაზ ფეოდალებთან და ასევე ჯიქებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. 1837 წელს მაისის თვეში ზვანბაიამ მონაწილეობა მიიღო წებელდაში სამხედრო ექსპედიციაში, რომელიც კავკასიის მთავარმართებელის როზენის, ასე ვთქვათ, უშუალო მეთაურობით განხორციელდა. სოლომონ ზვანბაია ასევე იყო ჯიქეთის პოლიციის მილიციის უпростоრად მანდატური და სხვადასხვა დროს იკავებდა შავი ზღვის მერვე, მეათე და მე-11 ხაზოვანი ბატალიონების მეთაურის ესე იგი სტატუსს. სოლომონ ზვანბაია გარდაიცვალა 1855 წელს ყირიმის ომის დროს ენგურთან ბრძოლაში. ამას გარდა ნადეჟდა გრიგოლისასული ზვანბაია გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების წევრი 1913 წლიდან. ასევე ცნობილი ზვანბაია იყო ხაბუგ ჩაგუზე ზვანბაია, რომელიც 1893 წელს დაიბადა და იყო აგუბედიელი აზნაური. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს, როგორც მის ანკეტაში არის, ასე ვთქვათ, აღნიშნული 1924 წლის მენშევიკური აგენტურის ხელმძღვანელობისთვის მას მიესაჯა დახვრეტა, თუმცა მან მოახერხა და დახვრეტის დღეს იგი გაიქცა. ამის შემდეგ კი 1929 წლამდე კავშირი ჰქონდა და მფარველობდა პოლიტიკურად დევნილ მენშევიკ ძმებს ემხარებს, რომლებიც ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, ძმები იყვნენ. მათი ისტორია ყველამ კარგად იცის, ვინც იცის ზოგადად მე-20 საუკუნის აფხაზეთის ისტორია, მაინც ორი სიტყვით მინდა შევეხო მათაც. ესენი იყვნენ ანტისაბჭოთა, ანტიბოლშევიკური მებრძოლები, რომლების დედასაც, ესე იგი, შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა ბოლშევიკმა და სწორედ აქ დაიწყო ეს, ასე ვთქვათ, მათი ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. ამას მოყვა შემდეგ მათი მამის მკვლელობა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 7 წლის განმავლობაში ისინი ებრძოდნენ რეჟიმს. ნებისმიერი წერილისთვის ძალიან გადასარევი სიუჟეტია. იყო სხვათა შორის ერთ-ერთმა აფხაზმა უბრალოდ რუსმა აფხაზმა მწერალმა გამოაქვეყნა მოთხრობა ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სახელების შეცვლილია, მაგრამ სიუჟეტი იგივეა და ფილმიც არის გადაღებული 1982 წელს. კახი კავსაძეს მონაწილეობს სხვათა შორის ამ ფილმში. აბრაგი ემხარების შესახებ. და ხო, როგორც ვახსენე, 7 წლის განმავლობაში ეს ემხარები ებრძოდნენ რეჟიმს და შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველა ძმა, 4 ძმა იყვნენ ესენი, კომუნისტებმა მოკლეს. ხო, და ნუ ამ ძმებს ეხმარებოდა ეს ხაბუგ ჩაბუზე ზვანბაია და იყო მათი თანამოაზრე. ესე იგი, შემდეგ იგი დაიჭირეს, საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვეს და ერთი პერიოდი გადაასახლეს კიდეც. 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა იგი სამწუხაროდ. მის მსგავსად სტალინურ რეპრესიებს 3 ზვანბაია სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 ზვანბაია 10 წლით გადაასახლეს, თუმცა როგორც უმეტეს შემთხვევაში არ ვიცით მათი ბედი და შესაძლებელი არის რომ გადასახლებამდე არც წასულან და იქვე ადგილზე დახვრიტეს კიდეც. და ბოლო ზვანბაია, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ბორის ზვანბაია, რომელიც იყო შამგონის სკოლის დირექტორი გასული საუკუნის ბოლო 10 წლების განმავლობაში და გამორჩეული იყო თავისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით. სწორედ მის სახელს უკავშირდება შამგონის ისტორიის კვლევა და ეს შედეგები, რაც მან გამოიკვლია, თავის ისტორიულ ნარკვევში გააერთიანა და წიგნად გამოიცა მისი სიკვდილის შემდეგ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ისე და ისე მინდა მადლობა გადავუხად ახალგაზრდა ადამიანს, ძალიან ნიჭიერს და პერსპექტივას. ახლა ზვანბაიების ისტორია გრძელდება, მე გაგრძელდა ჟვანიებში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიღებულია ასე რომ ესე იგი ჟვანიები მოდიან, ესე იგი და პირველი ჟვანია რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო თუ არა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ჟვანია
ჟვანიძე კირილე ჟვანიძე იყო მიტროპოლიტი იყო ცაიშის მიტროპოლიტი იყო და სხვა დადიანის დროს კი ბატონო ხო ეს იყო რომელისგან მოდის ეს უკვე ხო რა თქმა უნდა ვიდო 1500 მე-16 საუკუნეს შეეხება ესა კირილე ჟვანიძე მე ვფიქრობ რომ ზვანბაიები უფრო ჟვანიების აფხაზური ვარიანტია ხო რა თქმა უნდა ჟვანიები წინაპრები და ზვანბაიები შემდეგ თვითონ ფორმა როგორ იყო ეს საქართველოს ძე ფორმა უფრო ძველი ფორმა ვიდრე დავუშვათ შვილი აი ჟვანიძეთ იყო მოსენებული ჟვანიძე არის უფრო ძველი ფორმაა და ჟვანიძეებიც აზნაურები იყვნენ რა თქმა უნდა ხო ჟვანიებიც აზნაურები იყვნენ და რა თქმა უნდა რა თქმა უნდა იყო რაღაც ისინი ნაწილი ჟვანიების გლეხები იყვნენ მაგრამ გლეხები რატო იყვნენ ძირითადად აზნაურები იყვნენ და გლეხებამდე დაკნინების რამოდენიმე პირობა არსებობდა ესე რატო ყნინდებოდა ძალიან ბევრი მეკითხება ეგებას დაუშვათ რატო არის ედეგივე დაუშვათ აბაშიძეებში რომ არის თავადებიც არიან აზნაურებიც არიან გლეხებიც არიან ეს ამას ძალიან ბევრი რაღაცა ის ქონდა პირობა ქონდა წინ წაზღვარებული ყველაზე უფრო ისეთი მიღებული მისაღები ის იყო რა სათავადოები დაუშვათ როგორც სააზნაუროები იყო ეს იყო სათავადოები ხო ყველა გვარს სათავადოთ გვარი არ შეეთულებოდა დაუშვათ აბაშიძეები ან დაუშვათ ჩხეიძეები ან დაუშვათ ჩიჩუები სათავადო უნდა ყოფილიყო ერთ ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ან დაფანტული არ უნდა ყოფილიყო ეს იყო პირველისა შემდეგ იყო ვახუშტის უწერია თუ თავაცა ქუნდა დაუშვათ ციხესიმაგრე ისა რაღაცა აზნაურები და გარკვეული რაოდენობის უნდა ყოლოდა აზნაურის გარკვეული რაოდენობის მიწა უნდა ქონოდა და ამაზე ნაკლები არ შეიძლება რომ ქონოდა ეკლესიები და შემდეგ ხდებოდა დაყოფა ხდებოდა კაცო ადამიანს დაუშვათ ვიღაც აი ჩიჩუას დაუშვათ შეეძინა ხუთი შვილი შეეძინა ერთი იყო მემკვიდრე რომელიც შემოდა იქა ანუ ესე იგი როგორ იყო იცით აი სათავადოში თავადი ერთი იყო დანარჩენი თავადიშვილები იყვნენ სააზნაუროშიც აზნაური იყო ერთი დანარჩენი აზნაური შვილები იყვნენ აი ეს თავადი რომელიც უნდა გამხდარიყო თავადი ანუ პირდაპირ მემკვიდრე ვინც იყო თავადის ის რჩებოდა იმაში და დანარჩენი მე უკვე იყოფოდა საუფლისწულოებად იყოფოდა ხო დავიშვა დანარჩენი 4 იმას აქვეა თავადიშვილს ესე იგი ხდებოდა თავისი საუფლისწულოები ხო იმას უკვე შეუმცირდა ის წოდება არა ქონება შეუმცირდა ქონება შევაც გაგზელდა რამოდენიმე დაუშვათ რამოდენიმე თაობა და შემდეგ ესე იგი დაკნინდა ხო იმიტომ რომ სისხლი შეუმცირდა კიდე სისხლი შეუმცირდა აი იყო ეს ერთი ვარიანტი იყო კიდე მეორე ვარიანტი ბუშის კანონი იყო ასეთი აღმუღას სამართალში და დაუშვათ ძალიან ბევრ იმას ვახუშტის ვახტანგის სამართალში ესეთი რაღაც იყო ბუშის კანონი ანუ ესე იგი უკანონო შვილების დავუშვათ მეფის თავადის უკანონო შვილი გლეხთან იყო ერთი მითი რა ქვია მითი თუ თავადის შვილი იყო მაშინ აზნაური ხდებოდა რა თქმა უნდა აზნაური ხდებოდა თუ აზნაური იყო დავუშვათ სამი კატეგორიის ის იყო თუ აღიარებდა ალბათ თორე არა ყველა ვარიანტში უნდა ეღიარებინა ეს შანსი უფლება არ ქონდა რო არა ეღიარებინა უბრალოდ მემკვიდრე ვერ ხდებოდა და ერთ საფეხური დაბალი წოდებაში გადადიოდა რა. და ამა გამოიწვია, იყო კიდე აზნაურებში კიდე რა იყო, იცი, დავუშვათ ერთმა აზნაურმა მოკლა, მეორე აზნაური ან გლეხი მოკლა, ან თავადი მოკლა და სისხლის საფასური დაედო. იმიტომ შენ ხო ვიცით რომ ესე იგი ყველა წოდება სისხლად იყო შეფასებული. და სისხლის რა უნდა გადაიხადა დავუშვათ ყველა რაღაც დანაშაულზე იყო სისხლით საფასური იყო. დავუშვათ მოკლა ადამიანი მოკლა რა და იმის სისხლის საფასურიდან გადაიხადა და არ ქონდა ამის შესაძლებლობა მივიდა თავთან მივიდა დავუშვათ მივიდა თავთან უთხრა რომ მასისხე ფული ჩუკი მაგრამ თავ ეხლაც რო არის დავუშვათ რაღაცას ხო წერენ როდებენ რაღაცას იმაში რა ქვია მაგას ზუსტად ბანკში ისეთი დაახლოებით მასეთი იყო კი მე კი გაგაძლევ ფულს მაგრამ შენ როგორ გადამიხადო თუ არ გადამიხადე გადაგიხდე მაშინ გეყმობიო ეთყოდა და ესე აწერდნენ იმას და ამიტომ ძალიან ბევრი გვარი ძალიან ბევრი ადამიანი ასე დაკნინდა კიდე რა ძალიან ბევრი პირობები იყო იმისი რომ აი და ძალიან ბევრი მეკითხება და რატო თუ აუშვათ და მე უკანასკნელი და ბოლო კიდე რა იყო აი არაღიარებული გვარები დავუშვათ საქართველოში ყველა მიცოდა რომ ესა თუ ის გვარი იყო აზნაური
და იცოდა რომ წინაპრები აზნაური ყავდა, მაგრამ საბუთი არ ქონდა, დაკარგა საბუთი და რუსეთის რო შემოვიდა რუსეთის თვითმმართველობა საქართველოში და ბიუროკრატიული რაღაც მექანიზმები რო იზა იმან არ დაუჯერა ბიუროკრატმა ვიღაცა რუსმა არ დაუჯერა დავუშვათ იმას აქვია მაგას ზვამბაიას რომ აზნაური იყო მეუთხრა მომიტანე საბუთი რომ აზნაური იყო და დაგიმტკიცებო და სანამ მოუტანდა ამ საბუთს მანამდე ჩაწერა დროებით ვალდებულ გლეხად და სახაზინო გლეხად გააფორმა ხო და ამან გამოიწვია კიდე მე ჩემს გვარშია პირადად ჩემს გვარშია 1853 წლის 1852 წლის საბუთებით აზნაურები იყვნენ მე 1862 წლიდან 63 წლიდან გლეხებად ჩანდნენ მე 1873 1882 წლიდან ისინი და მე იპოვეს ეტყობა რაღაცა მოიძიეს ისინი რა ქვია საბუთები და ისე დაუბრუნეს ისინი რა ქვია აზნაურობა სამურზაყანოშიდან ზუგდიდში მცხოვრები ზუგდიდის მაზრაში მცხოვრები ბერაიებიც ყველა გლეხებად წერია რა თქმა უნდა ხო ისინი გლეხებიც იყვნენ ისინი როგორ იყო იცი ის რა ქვია ხუთი ოჯახი გამოყვა იმას რა ქვია ჯათანს ამ ხუთი ოჯახიდან ორი ოჯახი თვითონ ჯათანი და თომას ოჯახები ჰქონდათ ისინი რა ქვია საბუთები და დაამტკიცეს რომ აზნაურები იყვნენ და აზნაურებად აღიარეს საეკლესიო აზნაურები იყვნენ დანარჩენება ვერ დაამტკიცეს თავიანთი აზნაურები და დაჩნდნენ გლეხებად დაჩნდნენ რა თქმა უნდა ყველა იმაში რა ქვია ხორგაშიც ეხლა აზნაურები მე რაც შემხვდა ესე იგი იმაში რა ქვია ხორგაში თეკლაში ხორგაშიც როგორ იყო სამი ხორგა ხო იყო აი გაღმა ხორგაში იყვნენ მარტო აი წმინდა გიორგის ეკლესია სადაც იყო იქ იყვნენ აზნაურები ჯაიანების აზნაურები თავად ჯაიანების აზნაურებიც იყვნენ ხო და ის რა ქვია მაგას მხეიძების აზნაურებიც იყვნენ დანარჩენები გლეხები იყვნენ რა თქმა უნდა ბევრი ის იყო რა ბევრი მომენტი იყო აი რატომ ახლა ჟვანია დაუშვათ რატო იყო ჯაიანი მყავდა წინაპარი და იქიდან ვიცი რომ ბერაიები იყვნენ ჯაიანი კი მოკლედ მე მგონი შედგა ჩვენი გადაცემა ახლა არის კიდე რა ქვია ახალგაზრდა კაცი რომელმაც ესე იგი წარმატებით დახურა ესე იგი კურსი დახურა და ახლა დამსახურებულ შეფულებაში გადის ასე თქვათ ხო და სექტემბრამდე არ გვეყოლება ლუკა სექტემბრიდან ისევ გავაგზელებთ ლუკასთან ერთად ჩვენ გადაცემებს და ძალიან სასიხარულო ეს ამბავი რომ ესეთი ახალგაზრდა კაცი ჩაერთო ჩვენთან ერთად ჩაერთო აი ეს კარგ საქმეში და საშვილოშვილო საქმეში დიდი მადლობა ჯერ უსურვო წარმატება და გზა დაულოცოთ ლუკას და მე დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ყურადღებისათვის და რომ ასე გაინტერესებს ჩვენი გადაცემები ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა ამ საქმეში და ახალგაზრდებს თუ არ უნდა გადავცეთ ეს ყველაფერი თორე ჩვენ იქით არ წავიღებთ არაფერს რა ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ ეს ყველაფერი და ახალგაზრდებმა უნდა თავიანთ შთამომავლებს გადასცენ კიდე ის ცოდნა რაც ცოდნა ჩვენ გვაქვს და რაც ცოდნაც უკვე ამ ახალგაზრდებს აქვთ და თუ ეს ამას მოახერხებთ მაშინ მე პირადად ჩავთვლი რომ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე ამ ცხოვრებაში ამ ქვეყანაში და ტყუილად არ მიცხოვრია ესა ჩვენი უპირველესი ისა რა მიზანი და ამიტომ ლუკაში ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანს რომელიც ამ ყველაფერს გააგრძელებს და მე გადასცემს კიდე თავზე პატარებს და თავზე ახალგაზრდა ხალხს იმ ცოდნას რაც ჩვენ გაგვაჩნია და რაც თვითონ აქვს მადლობა ბატონო ლევან პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის რომ მომეცით ასე ვთქვათ იმის საშუალება რომ ამ ჩემს ნაშრომებზე მესაუბრა გისურვებთ წარმატებებს და შეხვედრამდე სექტემბერში ისევ განვაახლებ კი აუცილებლად განვაახლებ ალბათ ყურადღებისათვის კარგად 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსას ბედნიერსაც ვიმღერია კიდეც ვიმღერია